საღამოშვიდობისა მეგობრებო, მოკლედ მთელი ეს დღეები არის ირანი განსაცდელებშია. ძალიან რთული ვითარება არის, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი გათიშულია გარესამყაროს, არ არის შუქი, არ არის ინტერნეტი, არ არის არანაირი საშუალება, რომ დაუკავშირდეს გარესამყაროს ან გარესამყაროს ირანელებს და გარეთ გამოდის ესეთი ინფორმაციები, რომ თითქმის 20,000-დან 50,000-მდე მსხვერპლია უკვე, რაც მე პირადად არ მჯერა. ჩემ გვერდზე, როდესაც გადახვალ და ჩასკროლავთ, იქ ნახავთ იმ მონაცემს, რომელი მონაცემის მიხედვითაც ამდენი მსხვერპლი 50,000-მდე მსხვერპლი უბრალოდ ვერ წარმოიქმნებოდა და გარდა იმისა არის რაღაც ნიუანსები, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, თუ რატო არის ეს დაგეგმილი შოუ. მართალი გითხრათ, აი ეს 26 წლის ახალგაზრდა, რომლის ჩამოხრჩობასაც აპირებენ და რომლის ჩამოხრჩობაც გადაიდო, მადლობა უფალს, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ რატომ მაინც ეს ბიჭი აირჩიეს და რატომ მაინც ამ ბიჭის სახე არის გაშიარებული სრულიად სოციალურ სფეროში. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ კი ისინი დაიწყებენ 100,000 დაკავებული ყავთ მეგობრებო, 100,000 და 100 სიკვდილმისჭილი. 100 სიკვდილმისჭილიდან მხოლოდ ამ ბიჭის ფოტო არის გაშიარებული და საეჭვოდ მიმაჩნია ეს ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ სიკვდილმისჭილთა გადადებას. კარგი რომ ამბობ, რომ კარგია რომ მოკლან, არამედ პირიქით უცნაურად გადადეს ახლა ამ ხალხის სიკვდილის მისჯა. ტრამპი იმუქრება ამერიკიდან ირანთან, თუ ისინი სიკვდილით მისჯილებს დასჯიან ძალიან დიდ პასუხისმგებლობას კერდე, ძალიან სასტიკად დაისჯებიან ამერიკის მიერ. და ეხლა რა მინდა გითხრათ. მოდი გავთიშავ აი ამ ახალგაზრდას, რომელიც სიკვდილმისჭილია და დარჩა ეს პირი, რომელსაც ალაპარაკებენ და ეს ამბობს, რომ ჩავიდა ახლა თურქეთში და გამოაქვს ამბავი, რომ ესე იგი თურმე ირანელი ხალხი უსმედ დაასკვნა, ანუ წარმოიდგინეთ, არ აქვთ ელექტროენერგია, არ აქვთ ინტერნეტი, არ აქვთ კომუნიკაციები და ტიპი აჟღერებს ესეთ რამეს რა, რომ ირანელი ხალხი თურმე აი ამ პრინცს, რომელიც ქვემოთ ებრაელებთან ერთად დგას კედელთან და ლოცულობს, თავზე ებრაული ქუდი ახურავს, ეს არის ირანელი პრინცი, რომელიც მეგობრებო, ესე იგი არ არის ახლა ირანში, არ იმყოფება ამჟამად ირანში, მაგრამ აი ამ პირის განცხადებით, რომელიც ფორმულაზე გაჟღერდა, ესე იგი ირანელი ხალხი ელოდება ამ ადამიანს, რომელიც პრინცის სახით მარტო პრინცი კი არ არის, ის არის მხსნელი და გადამრჩენელი ირანელი ხალხისთვის თურმე. აი ეს არ ვიცი ამას რა ქვია, ამ პიროვნებას აზრი არ ვარ, მაგრამ საყურეებიანი სავარაუდოდ LGBT-სთან კავშირში მყოფი პირია, სისტემის ადამიანია, გამოვთავ ახლა ამას და აი აქ ვხედავთ ჩვენ ზუსტად აი ქართველს რო გავს გრძელცხვერიანი ტიპი, შუაში რომ არის, აი შლიაპიანის გვერდით, აი ეს არის პრინცი მეგობრებო, ირანის ტახტის მემკვიდრე პრინცი რეზა ფეხლავი. აი ეს ფეხლავი თურმე არის ირანელი ხალხისთვის გადამრჩენელი, გესმით? აი ამ ტიპის განცხადებით, რომელიც ტირის და მოთქვამს, რომ უშველეთ ირანს. თუმცა მეგობრებო, მე ძალიან მივესალმები იმ საკითხს, რომ სიკვდილით დასჯა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, მაგრამ საინტერესო რაღაცები გაჟღერდა, ესე იგი რაზე ნახეთ? ტრამპი ემუქრება ირანის მთავრობას. ირანის მთავრობამ ტრამპის სიტყვაზე თავისი სიტყვა უკან წაიღო და დღეს რომ უნდა ჩამოეხრჩოთ ის პირები, არ ჩამოახრჩო,
მადლობა უფალს, რომ არ ჩამოახჯო, მაგრამ ძალიან საინტერესო დადგმული სპექტაკლად მიმაჩნია მე ეს ყველაფერი. მაინც პირი, რომელიც ერთი ადამიანი, რომლითაც დაიწყება, უნდა დაწყებულიყო ჩამოხრჩობა, რომლისთვისაც მე განვაცხადე, რომ ამას ვერ ჩამოახრჩობენ. ამ ადამიანით უნდა დაიწყოთ ჩამოხრჩობა და ეს ადამიანი ამოიღეს, როგორც ესე სტარ ვარსკვლავებით და მთელ სოფლიოს გააცნეს. ამასთან ერთად არის კიდევ ერთხელ განვაცხადებ, 100 სხვა სიკვდილი მისჭილი, არც ერთი მათი სახე არ ჩანს, მეგობრებო, მაგრამ ამ ადამიანის სახე ყველა მედიაზე გააშყერეს. მინდა გითხრათ, კიდევ ერთხელ გაგიმეოროთ, რომ ირანში არ არის ელექტროენერგია. ხო, რა თქმა უნდა, ეს მინდოდა როგორ შექმნეს ხელოვნურად ამ ხელა აჯანყება. მეგობრებო, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ერთი დღით გათიშავთ ელექტროენერგიას და ინტერნეტს და მედიას, წარმოიდგინეთ, რომ მოხდება იგივე, რაც ირანში მოხდა. თუ ვინმეს უნდა აჯანყება მოაწყოს, ელექტროენერგია უნდა გათიშოს ერთი დღით და ხალხი გარეთ გამოვა. შანსი არ არის, რომ ხალხი დარჩეს სახლში და ფეხი ფეხზე გადაიდოს და დაელოდოს როდესაც გაითიშება ელექტროენერგია, როდესაც გაითიშება ნებისმიერი მედია საშუალება, როდესაც გაითიშება ინტერნეტი, 2 დღე, მაქსიმუმ 2 დღე ხალხმა გაუძლოს და შემდეგ უკვე იწყებს აჯანყებას. ეს არის ხელოვნურად მოხდენილი, ანუ ხელოვნურად მოწყობილი ქვეყნის მასშტაბით აჯანყება. თქვენ არ გეგონოთ, რომ სახელმწიფომ ამის შესახებ არ იცის, რომ როდესაც ელექტროენერგიას გათიშავს, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან მაღალ დონეზე გამოკვლეული საკითხია, რომ სულ მაქსიმუმ 2 დღე გასვას ადამიანმა მერე ეწყება ფსიქოზი, მერე უკვე გამოდის და გამოაქვს მთელი თავისი აი ეს დაგროვილი დაგროვილი ბრაზი და ის ხდება უნარიანი, მეგობრებო. და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ არ გეგონოთ, რომ ირანის მთავრობა ამერიკის ტრამპის გაფრთხილებაზე ესი ადვილად დაიხევდა უკან და თავის სიტყვას არ შეასრულებდა. აქ არის როგორც უკვე მოვწვი, ანუ პირდაპირ გავშიფრე, ძალიან კარგად დაგეგმილი სოფლიო აჯანყების ცდელობა, რელიგიური ომის შექმნის ერთ-ერთი ცდელობა. მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, გამიგეთ სწორედ, მე არავის სიკვდილი არ მინდა, ამით უმეტეს აი ამ ახალგაზრდების, რომელიც საერთოდ უდანაშაულოდ არიან ამორჩეულნი და უდანაშაულოდ არიან როგორც ესე იგი განტებების ვაცები ესე ჩაყრილი ამ სოციალურ ქსელში, რა თქმა უნდა ამ ბიჭის ყურადღება მიიპყრო მსოფლიომ და რა თქმა უნდა ეს პირი ისე არის არჩეული, ტიპაჟია არჩეული ისე რომ აი როგორი მაღალი დონის ნამუშევარია, იცით თქვენ რომ წარმოიდგენ ჩარეული სრულად ფსიქოლოგიური საკითხი არის აქ, თამაშობენ ადამიანის ფსიქოლოგიით, ფსიქიკას კარგად იცნობენ ადამიანს, აი ისეთი ფსიქოტიპი, ისეთი გარეგნობის ადამიანი, რომელიც ადამიანში გამოაღვიძებდა თანაგრძნობას და აიჩეს ისეთი სურათი, რომელიც ადამიანში გამოაღვიძებდა თანაგრძნობას, სრულიად მსოფლიო დააინტერესეს ამ ტიპაჟით რა ხდება ირანში, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბებული ინფორმაციებია, 50,000 გვამი გარდევს, არავითარ შემთხვევაში 200, 300, 500, მაგრამ 50,000 გვამი იქ არ არის. ამდენი ხალხიც არ არის გამოსული, როგორცაც გვაჩვენებენ მედიებში და პირველ რიგში აი ამაზეა კონცენტრაცია მოხდენილი, რომ ეს პრინცი არის მხსნელი თურმე, ეხლა გააჟღერებენ მედიაში, რომ აი მხსნელი პრინცი ჩავა, იგი ხსნის ხალხს და შემდეგ აი ეს არ მინდა ვახსენო, თორე YouTube-ი დამიბლოკავს, აი ვისაც უყურებთ და სადაც არის რომელ კედელზეც ხელი აქვს მიდებული და კედრის იმედით რომ ცხოვრობს ტიპი, აი ამ ეროვნების წარმომადგენლები ირანშიც მოიკიდებენ ფეხს და შემდეგ საქართველოშიც ადვილად შემოგვა
სხამენ. რამე თუ ჩვენი თანაგზნობა გამოიწვია უკვე ირანმა, ირანი როგორც ესეთი დამეგობრების და ძმობილობის საკითხად დადგა წინ ჩვენ წინაშე, რომ აი ჩვენ ქართველები ასეთ გასაჭირში ირანელებსაც უდგავართ ხარში, კი ბატონო, დიახ და შემდეგ ვეღარ მოვკითხავთ ირანელებს, რომ აქედან უნდა წავიდნენ, რადგან მათ ქვეყანაში უკვე ომია. აი ესეთი ძალიან კარგად დაგეგმილი ომების სპექტაკლები წარმოგვიდგინეს მეგობრებო, ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ. უმაგრესი დროა, სადაც თვალი აქვს ადამიანს, იქ დაინახავს თუ არა და ბეცად ესე დაიჯერებს ყველაფერს. მადლობა მოსმენისთვის.